მეტიც არ მინდა წესიერი ვიდეო არ გამოვიდეს. Gaming სამყაროზე რო ვიწევ ვიდეოებს, ძალიან მაგარია, რომ 7 საათი რო ვანდომებ Google-ის გახსნას და 1958 წლის თამაშს ვერ თამაშობ. მე შემიძლია გირჩიოთ ერთი ფილმი მოკალი. ასე სამოდი ხოლმე ხალხს მოსა. გამარჯობა. არხი ხომ არ გამოგვეწერა. არხი თან კიდე იმიტომ უნდა გამოვიწეროთ, რომ დათაზანდუკელი როგორც იქნა დაბრუნდა ევროპული ვოიაჟიდან და ვიდეოები რასაც ერთად ვაკეთებდით ხოლმე ისევ დაუბრუნდებით, თან ცხელ-ცხელი ხოლმე მალე ოსკარები მოდის და ეს ფილმების მხოლოდ რამდენიმე ფილმი გვაქვს განხილული ოსკარებიდან და ასე რომ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ დუბლორს, იმიტომ რომ ძალიან კაი ვიდეოები და ძალიან კაი განხილვები დაიდება. ახლა არ შეეხება დღევანდელ ვიდეოს. შეიძლება ვინმეს გაუჩნდა ის კითხვა, რომ რატო ვიღებ ვიდეოს კომპიუტერულ თამაშებზე, ეს ხომ არის კინო არხი. ვინაიდან დუბლიორი არის ორიენტირებული პოპკულტურაზე, რასაკვირველია, კომპიუტერულ თამაშების გარეშე პოპკულტურა არ არსებობს და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამერჩია ეს თემა და ამ თემაზე ჩამეწერა ვიდეო. მართალია 21 საუკუნეში ძალიან პოპულარულია ვიდეო თამაშები, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ვიდეო თამაშების ბუმი, ამ კომპიუტერულ თამაშების ბუმი იყო 70-იანი წლები. მაგრამ მე 70-იან წლებზე არ გელაპარაკებით დღეს მინდა გესაუბროთ პირველ კომპიუტერულ თამაშებზე. კომპიუტერულ თამაშები გადის გასართობ მიმართულებაში, ანუ entertainment სამყაროა, მაგრამ უნდა ვთქვათ ის, რომ კომპიუტერულ თამაშებს აქვს სხვადასხვა დანიშნულება. ზოგი არის მხოლოდ განსატვირთად, გონების დასასვენებლად, გასათავისუფლებლად, მაგრამ ზოგიერთი კომპიუტერული თამაში მოითხოვს ინტელექტუალურად სერიოზულ ჩართვას და გონების დაძაბვას და ძალიან ისე ტვინის ძალიან აქტიურად მუშაობას. ასე რომ თლად ასეთი ხელის წამოსაკრავიც არ არის კომპიუტერული თამაშები. ის ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ კომპიუტერული თამაშები ძალიან ცუდია, მათ ვეტყვი, რომ ეს დამპლური თამაშები თავდაპირველად სრულიად სხვა მიზნისთვის შეიქმნა. მათ ჰქონდათ სამხედრო და აკადემიური დანიშნულება თავდაპირველ ეტაპებზე. ვიდრე ასეთი დანიშნულება ჰქონდა, ამასაც თავი დავანებოთ, რითაც დავიწყე ვიდეო, რომ კომპიუტერული თამაშები არის პოპკულტურის განუყოფელი ნაწილი. ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის და საზოგადოებაში და საზოგადოების განვითარებაში და საზოგადოების ჩამოყალიბებაში აქვს მნიშვნელოვანი როლი. ახლა ბოლოს მივადგეთ იმას, რისთვისაც მივილტვოდით, ესე იგი პირველი კომპიუტერული თამაშები. ასე ერთი კომპიუტერული თამაშის დასახელება უჭირს, რომ აი მაინც და მაინც აქედან იწყება ვიდეო თამაშების ისტორია. ამიტომ ამოვარჩია ის რამდენიმე, რაც ქრონოლოგიურადაც მეტნაკლებად შეესაბამება და ასევე რასაც გულისხმობს კომპიუტერული თამაში, ვიდეო თამაში თავის თავში ამის მიხედვითაც. პირველ ფართოდ გავრცელებულ და ხელმისაწვდომ კომპიუტერულ თამაშად მიიჩნევა Space War, რომელიც 1962 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შექმნა სტივ რასელმა. Space War თავდაპირველად მუშავდებოდა დიდი ზომის PDP-1 კომპიუტერზე. ახლა რა არის ეს კომპიუტერი? 59 წელს ესე იგი შეიქმნა ეს კომპიუტერი, 62-ში გაკეთდა Space War. და ისე გამოვიდა, რომ ფაქტობრივად ეს კომპიუტერი არის Space War-ის ორიგინალური აპარატურა. მე გადავწყვიტე, რომ თქვენთან ერთად, თან ვითამაშო ეს თამაშები და თან ვისაუბრო რა. რაში მდგომარეობს ამ თამაშის არსი? არის ორი რაკეტა და სხვადასხვა სახელები აქვს ამ რაკეტებს და არ ვიცოდი სახელები თუ ჰქონდათ და ეხლა ამ ვიდეოზე რომ მუშაობდი, ეხლა გავიგე. ამ ორი კოსმიური ხომალდიდან ერთ-ერთს ქვია Needle, ესე იგი ნემსი, წენსაყვარელი. ნემსი არის წვრილი და გრძელი ხომალდი, რომლის სტრუქტურა PGM-11 რეცთოუნ რაკეტის მიხედვითაა შექმნილი. ხოლო რაც შეეხება მეორე რაკეტას, მას ქვია The Wedge, ანუ სოლი. ესაა სამკუთხა ფორმის ხომალდი, რომელიც ბაკ როჯერსის ისტორიებიდან უნდა იყოს ინსპირირებული. ორი მოთამაშე მართავს ამ კოსმიურ ხომალდს, რომელიც მოძრაობს ვარსკვლავის გარშემო. კონკრეტული ღილაკებით შეუძლიათ, რომ ამოძრაონ სხვადასხვა მიმართულება მიცեն, ასევე გაისროლონ ტყვიები და კიდე ერთი ძალიან მაგარი თვისება აქვთ. ეს არის ჰიპერსივრცის ღილაკი. შეუძლია გამოიყენო ჰიპერსივრცის ღილაკი.
და რენდომად, ანუ შემთხვევითობის პრინციპით აღმოჩნდები გაქრები და შემთხვევითობის პრინციპით აღმოჩნდები ახალ წერტილში და იქიდან განაგრძობ მოძრაობას. მაგრამ, კიდევ ერთი მაგრამ, ამ ჰიპერსივრცის გამოყენების დროს შეიძლება აფეთქდე ჩემო კარგო. მოდი ახლა მე ვეთამაშებ კომპიუტერს, განჩენ რაღაცებს ახლა მოგყვებით. მე ვარ სოლი. კაი, ახლა შევტრიალდი. ხო და ამის გამოყენების დროს ახლა მე უნდა ავაფეთქო, მოწყდი. კაი, Q, ჰიპერსივრცე, მოკალი. ნაცუნდია. საწყარი. კარგი. მოკლედ ამს ახლა ჰიპერსივრცეს გამოვიყენე. ეხლა მე თან გავუშვებ, აი, ესე იგი, შეზღუდული რაოდენობის საწვავი მაქვს, შეზღუდული რაოდენობის ტყვიები მაქვს, ამიტომ კარგად უნდა დავუმიზნო და აქ კიდე ერთი პრობლემაა, რომ შეიძლება აფეთქდე და მოკვდე თუ დაეჯახები სხვა რაკეტას, აი მოკალი. თუ დაეჯახები სხვა რაკეტას, ან მოგხვდება რაკეტიდან გამოსრული ტყვია, ან შეიძლება შეგისრუწოს ვარსკვლავი. მე ხარ რატო უნდა შეგისრუწოს? ეს ხომალდები მოძრაობენ ამ ვარსკვლავის გრავიტაციის დახმარებით. ანუ სულ ეს ვარსკვლავი მათ იზიდავს და ამიტომ სულ მოძრაობაში არის. შენ ვერ შეძლებ რომ ისინი გააჭირო. მარტო შეგიძლია მიმართულება მიცი და რაღაცები გაისროლ და ჰიპერსივრცე გამოიყენო, რომელიც ძალიან საყანებელია, ასე რომ თუ მაინც და მაინც ანუ რადიკალურად არ გჭირდება და მაინც და მაინც არ გჭირდება და სიკვდილის სიცოცხლის საკითხი არ არის, ჰიპერსივრცე არ უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ შეიძლება სანამ შენი გასროლი ტყვია მიაღწევს მოწინააღმდეგემდე, მანამდე ჩემო კარგო იმ ჰიპერსივრცეში ამოწყდე. დიახ. კაი, ახლა აქ ვითამაშეთ და რამდენია? მე ვიგებ 4-0. კაი. ახლა მოდი ისევ ვითამაშებ. ესე იგი მე ისევ სოლი ვარ. და იმის მაქვს საშუალება რომ ანუ არ ნემსიავიჩიო? კაი, აი ეს ვნახე რამდენი ტყვეა. შეიძლება ძალიან ცუდად თამაშო. ხოლო შორის ეს space თამაშები მე მაქვს ნათამაშები სულ ტელეფონზე. კიდე მოვიგე, მოკლედ გავანადგურე რა ხალხო არ გვინა, ახლა შედეგი არის ასეთი. აი ვნახოთ ჩემი შედეგი. 5-0. ანუ ეს ვარ მე და ეს არის ის. ანუ იგი. ბოცო. კაი. 60-იან წლებში ეს თამაში იყო ძალიან პოპულარული პროგრამისტთა საზოგადოებაში. ანუ მხოლოდ მათ შეეძლოთ თამაში და მე მგონი ხვდებით რატომაც, იმიტომ რომ ამხელა კომპიუტერი კი არა ფაქტობრივად დვარეცი კომპიუტერი ყველას ვერ ექნებოდა სახში და ვერც რაღაცა ჯიხურებში ვერ იქნებოდა. მაგრამ შემდგომ Space War-ის კოდი გაავრცელეს და მოარგეს უკვე ეს კოდი მოარგეს სხვადასხვა კომპიუტერულ სისტემებს და ამიტომ მე უფრო და უფრო გავრცელდა და ხალხსაც ძალიან მოსწონდა უკვე ამ თამაშის თამაში. ამ თამაშის თამაში? ხო, ეგრე გამოდის. Space War-ი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომპიუტერულ თამაშად ისტორიაში. ფაქტობრივად Space War-მა კომპიუტერულ თამაშებში ჟანრი ჩამოაყალიბა, ასე შეიძლება ითქვას და ძალიან ბევრი თამაში მისი ინსპირაციით შეიქმნა, მისი მოდიფიკაციები იყო. ასევე Space War-მა შთააგონა პირველ რიგში კომერციული არკადული თამაშები, მისი ინსპირაციითაა შექმნილი ვიდეო თამაშები Galaxy Game, Computer Space, Asteroids და სხვა. ეს ყველაფერი ჩვენ საუბრობთ 1962 წელზე, მაგრამ ნუ თუ 1962 წლიდან იწყება კომპიუტერული თამაშების ისტორია, ცოტა უფრო გვიან ხო არ იწყება, ცოტა უფრო ადრე ხომ არ იწყება. ხო და მე თქვენ გეტყვით რომ Space War-ზე ადრეული თამაშიც არსებობს, ადრეული კომპიუტერული თამაში, რომელსაც ქვია Tennis for Two, ესე იგი ჩოგბურთი 2-ისთვის. ეს თამაში უილიამ ჰიგინბოთემმა შექმნა 1958 წელს. ეს ადამიანი გახდათ ფიზიკოსი და ძალიან საინტერესო რაღაცეები დააწყო და შექმნა. მან Tennis for Two საჯარო გამოფენისთვის გააკეთა და მისი დიზაინის შესაქმნელად რამდენიმე საათი დასჭირდა. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რამდენიმე საათი რატო დასჭირდა ამის დიზაინის შესაქმნელად 15 წუთში როგორ ვერ გააკეთაო. მაგრამ მოდი გავითვალისწინოთ გარემო, პირობები და ზოგადად ყველაფერი, რაც ამ თამაშის შესაქმნელად იყო საჭირო. ვიცით რომ არის 1958 წელი და ჰიგინბოთემმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ამ თამაშზე მუშაობა, რაც გაიგო, რომ სახელმწიფო კვლევითმა ინსტიტუტმა შექმნა Donner Model 30 ანალოგი კომპიუტერის სიმულაციის ფუნქციით. ეს სიმულაციის ფუნქცია არის მთავარი გამსაზღვრელი იმისთვის, თუ როგორ შექმნა მან Tennis for Two.
ეს ანალოგური კომპიუტერი იყო იგივე გამომთვლელი მანქანა, რომელიც იყენებდა ფიზიკურ მოვლენებს, ანალოგურ სიგნალებს და ზოგადად ამ მათემატიკური პრინციპების შესაბამისად მოქმედებდა. ეს მოდელები ძირითადად შექმნილი იყო საინჟინრო და სამეცნიერო სიმულაციებისთვის და აქტიურად იყენებდნენ ავიაციაში და აერონავტიკაშიც. ახლა ეს რით უკავშირდება ჩვენ ძვირფას თამაშს? პირველ რიგში ის, რომ ეს ტექნოლოგია იყო ძალიან ახალი იმ დროისათვის და ამიტომ ჰიგინბოთემს 15 წუთზე მეტი ნამდვილად დაჭირდებოდა, რომ ეს თამაში ჯერ მარტო დიზაინი შეექმნა და მერე უკვე რომ დაიგენერირებინა და აიწყო და ასე შემდეგ. თამაშის დიზაინის შექმნის შემდეგ ჰიგინბოთემს დაეხმარა რობერტ ბი დვორაკი და 3 კვირა მოანდომეს, რომ მთლიანი აპარატურა აეწყოთ ამ თამაშისთვის. ახლა როგორ მოხდა ეს? თამაში ასე ვთქვათ ატვირთული იყო ოსცილოსკოპზე. ოსცილოსკოპი ეს არის აპარატურა და აი ეს არის ოსცილოსკოპები. ამ ძალიან ბევრი ოსცილოსკოპია ესენი. და აი ამ ეკრანზე იყო ატვირთული ეს თამაში. ოსცილოსკოპი გრაფიკულად აჩვენებს სიგნალის ან სიგნალების ცვლას, ანუ მის ეკრანზე ვხედავთ ტალღებს, მის ფორმებს. სწორედ ამ ტალღებს იწვევდნენ მოთამაშეები Tennis for Two თამაშის დროს. და იმისთვის, რომ ეს ტალღები გამოეწვიათ, ისინი იყენებდნენ ორ ალუმინის კონტროლერს, რომელიც უკავშირდებოდა ეკრანს და მათ შეეძლოთ მოეგერიებინათ მათკენ წამოსული ბურთი და მოწინააღმდეგესთან ჩაეგდოთ. ვიზუალურად ეს თამაში იყო ძალიან მარტივი და არის შექმნილი მარტივი წრფივობისგან არის, ასე ვთქვათ, დახატული თუ შექმნილი, მოგვაგონებს ჩოგბურთის კორტის გვერდხეთს. ახლა მე ჩავრთავ ამ თამაშს და თან რაღაც 1-2 სიტყვას გეტყვით კიდე. ესე იგი, ჩავთი ჩვენ ძვირფასი. სხვათა შორის, აი რო შედიხართ, აი მთლიან იმას აჩვენებს ახლა როგორ გამოიყურებოდა, ეგეც არის დახატული და ეგ სიმულაციაც არის შექმნილი. და აი აქ ძალიან მოკლედ არის და წაწერილი სანამ თამაშს დაიწყებთ, ამ თამაშის ძალიან მოკლე აღწერა. ეხლა ჩაირთვება თამაში და აბა ერთი დავიწყოთ, რისი მაქნისი ვარ გავიგო. Oh no bro. Okay. Oh my goodness. აქ მე ისრით უნდა ვქნა. ავაგე. Oh my god, what the fuck is this, man? Oh my god, man. აი, ეს უნდა დავდო ერთი წამი ახლა, ვაიმე, ცუდად ავარ. Oh my god. აი, oh my god. აი, რატო ვარ ასეთი? ანუ რამე, oh my god, რა ხდება? ეს დავპაუზო. 1958 წლის თამაშს ვერ თამაშობ. ოჩახმაც. ძალიან უხერხულია. ანუ აქ რატო? კაი. ხალხო, ანუ 1958 წლის თამაშს ვაგებ. აჰუ! რა ხდება? აუ, ეხა თავს გავინადგურებ. მე პარალელურად უნდა მომეყოლა კიდე რაღაცები მაქვს სათქმელი ამ თამაშზე და საერთოდ არ მაქვს ამ თამაშზე საუბრის სურვილია. ანუ ხვდებით ალბათ, რომ ეს პირველი ემოციებია და ესე არ იმავსკენ. აი, რა ვაწყეთ? ია, ჩოგბურთია წყობაზე. ბამბიტონი ვიცი და ჩოგბურთი აღარ ვიცოდი. მიდი. დამატება არ არის ჩოგბურთში? არ არის ვიცი. მე ჩოგბურთი ძალიან ვიცი. ეს ახლა წაგება, ქვემოდან ამომიგდო რა. მიკროფონი გავთიშე. ნუ ბევრი ისეთ საინტერესო არაფერი მოხდა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ 1958 წლის თამაში ვერ ვითამაში და წავაგე ყველაფერი. ბოლოს დავამატებ იმას, რომ Tennis for Two ითვლება ერთ-ერთ პირველ კომპიუტერულ თამაშად, რომელიც შემდგომში ცოტა უფრო გართულეს რა, უფრო განავითარეს, დიზაინიც ცოტა უფრო დაუხვეწეს და ასევე გამოიყენეს გრავიტაციის დონეების სხვადასხვაგვარი სიმულირებაც, მაგრამ მე მალევე დაშალეს და დაუწყებას მიეცა ეს თამაში გარკვეული პერიოდი და საერთოდ არ მიკვირს, რომ ასე მოხდა, იმიტომ რომ სხვათა შორის გამოთვლილი რომ იყო მიკროფონი, მე ეს ვთქვი, რომ აუცილებლად ჩავყრი ამ თამაშის ლინკებს აღწერაში, თუ არის ეწერება აღწერაში ამ თამაშის ლინკები, ესე იგი რაღაც აკრძალვა იყო და ამიტომ და არა იმიტომ რომ მე
დამინანა თქვენთვის მათი გაზიარება. ეს წეხა შემომიტანა ჩემადამ რა, ეს ძალიან რო ყვიროდი, ვწიოდი, ვტიროდი და რო შემოვიდა და დამცინა როგორ ვერ იგებ მაგ თამაშო და ესეთი რაღაცა გაგვიკეთა ჩემმა უმცროსმა დამ. ან გამოიწერს დუბლიორი, რატომაც არა. ახლა უნდა გადავიდე კომპიუტერულ თამაშზე, რომელიც რეალურად არ არის კომპიუტერული. რანაირად? საუბარი მაქვს თამაშზე, რომელსაც ქვია Tic-Tac-Toe. ეს ძალიან მარტივი მოცემულობის თამაში, ბევრად უფრო ადრე შეიქმნა კომპიუტერულ სივრცეში და კომპიუტერულ თამაშების ისტორიაში, ვიდრე შეიქმნებოდა Space War ან Tennis for Two. საინტერესო არის ის ფაქტიც, რომ ერთდროულად ორმა სხვადასხვა მეცნიერმა, საერთოდ ორი სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით ერთ პერიოდში შექმნეს Tic-Tac-Toe-ს კომპიუტერული ვერსია. გამოწვევი მიზეზები ორივესი სხვადასხვა იყო, თუმცა რაღაც მხრივ მაინც ერთ მიზანს ემსახურებოდა იმ მხრივ, რომ ორივეს მეცნიერული ინტერესი ჰქონდა და არა ის, რომ მათ უნდათ, რომ რაღაც კომპიუტერული თამაშების ისტორიაში თავიანთი წვლილი შეეტანათ. ანუ ეს არ ყოფილა. ახლა მოგიყვებით რეალურად რა იყო მიზეზი. 1950 წელს ჯოზეფ კეიცმა წარადგინა თავის მიერ აშენებული კომპიუტერული თამაში. დაშენებული იმიტომ, რომ ეს კომპიუტერი იყო 4 მეტრი სიმაღლის, იყო დიდი განათებული ტაბლო და თავზე ეწერა გამოსა და შენი ჭკუა ბერტი ტვინის წინააღმდეგ. თამაში იყო კომპიუტერში ჩაშენებული, ან შეიძლება ითქვას გენერირებული Tic-Tac-Toe, მაგრამ რატო იყო ხალხისთვის ეს მომხიბვლელი? გეტყვით იმას, რომ მთელი რიგები იდგა, 2 კვირის განმავლობაში იყო გამოფენილი ეს კომპიუტერი და რიგები იდგა ხოლმე ამ თამაშისთვის. რატო ხიბლავდა ეხა ადამიანებს ასე ძალიანიას, როდესაც შეეძლოთ უბრალოდ ფურცელი და კალამი აიღოთ და ეთამაშა ძალიან მარტივად. ბერტი იყო ამ კომპიუტერის სახელი. ესე იგი, ჯოზეფ კეიცმა ხალხს შესთავაზა, რომ ეთამაშათ ალგორითმის წინააღმდეგ. გამოდის, რომ ბერტი იყო ერთ-ერთი პირველი AI და სწორედ ეს ხიბლავდათ ადამიანებს და ამიტომ იყვნენ გაგიჟებულები და იდგნენ რიგში მთელი დღე. საინტერესო იყო კიდე ის, რომ ამ თამაშს ჰქონდა თავისი სირთულის დონეები და მოთამაშე თავის გადაწყვეტილებას აფიქსირებდა მის წინ არსებულ ღილაკებზე, რომელსაც ბადეს უწოდებდნენ და ეს გადაწყვეტილება მერე გამოისახებოდა ხოლმე იმ დიდ ტაბლოზე და ბერტისაც ჰქონდა მყისიერი გადაწყვეტილება, როგორც კი მოთამაშე დააფიქსირებდა თავის ფიგურას, იმ წამსვე წამის მიათასედებში უკვე ბერტისაც ჰქონდა დაფიქსირებული თავისი გადაწყვეტილება. როგორც გადმოსავალთ ვიცით, ბერტი ყოველთვის იმარჯვებდა, მნიშვნელობა არ ქონა რა დონეზე იყო საუბარი და თვითონ დაიწყებდა თუ ადამიანი, ყოველთვის იმარჯვებდა კომპიუტერი, მაგრამ იყო ასეთი კომიკოსი, დენი კეი, რომელმაც დაამარცხა კომპიუტერი და აი ფოტოზე ახლა თქვენ სწორედ ამას ხედავთ, გამარჯვებული ადამიანი როგორ უყურებს დამარცხებულ კომპიუტერს. ხო და ახლა მოდი მეც ვცდი, ნახოთ ერთი მე თუ დავამარცხებ ჩვენ ძვირფას ბერტის და ვიტყვი იმას და გავკადნიერდები და ვიტყვი რომ Tic-Tac-Toe-ში საკმაოდ რატო ამას რატო ლაპარაკობ გეგონება ასეთი ადამიანი ვიყო მაგრამ ახლა მე ავირჩევ მედიუმს საშუალო დონის სირთულეს და უფლებას მივცემ ბატო ბერტს რომ მან თვითონ გადაწყვიტოს და დაიწყოს. კაი. ცენტრი ავიღოთ გადავუკეთოთ გზა, კიდევ გადავუკეთოთ გზა. ყაიმით დავამთავრეთ პირველი დავამთავრეთ ყაიმით. მოდი ახლა მე დავიწყებ საშუალო დონის სირთულეზე. ცენტრი ავიღოთ. ყაიმით დამთავრდა კიდევ. მე ხა უფრო რთულის მუღამი უფრო მაქვს იმართლა რომ ვითხოთ. კაი, რთულზე გადავედი და დაიწყოს ბერტი. დაიწყო ბერტი. კიდე ყაიმი. ყაიმი არის ფრეიგივე. ყაიმი ძალიან მაგარი სიტყვა ქართული. ხალხო რა ძალიან დალოცვილი ენა გვაქვს. ახლა მე დავიწყო პირველს. კაი. მოვიგე. ანუ ყველაზე რთულ მოუგე AI-ს. შემიგай. კომიკოსი ვარ. აი, ბერტიმ დაიწყოს კიდე ერთხელ ვარ თუ მოუძე. ესე იგი, 1-0-ს ვიგებ, იმიტომ რომ დანარჩენი ყველა ყაიმი იყო. ესეც ყაიმი.
შეიძლება მე ვერ ვიგებ, როცა ის იწყოს, მაგრამ სამაგიეროდ მასაც არ ვაძლევ გამარჯვების საშუალებას. კიდე მე დავიწყო. იგივე განვარ, ზუსტად იგივენაირად მოვუგე. ხო ეს არის ძალიან მარტივი, ანუ მათემატიკური ის არის ფორმულები და ამიტომ ხო მარტივი უბრალოდ არ ვიცოდი ყველა თუ მახსოვდა, მაგრამ რთული არ არის პრინციპში, თუ ოდესმე მასწავლი გაქვს, ხა უცებ ფაქტობრივად გამახსენდა რა. აი როგორც რუბიკის კუბი არის, ეგეთი რაღაც. ოდეს ბევრად უფრო მარტივი, ბევრად. ანუ შანსი არ აქვს, მაინც ვერ გაიმარჯვებდა. კაი. კი ბატონო. ახლა შეიძლება დღეს არ არის ისეთ საინტერესო და რაღაც, მაგრამ ჩემი აზრით 1958 წელს ამის საშუალება რო ქონათ ადამიანებს, რომ კომპიუტერის წინააღმდეგ ითამაშოთ, მე მაგალითად ძალიან დავინტერესდებოდი და ძალიან ჩამithრევდა ეგ ამბავი. და 2 კვირის განმავლობაში იყო კიდეც გამოფენილი როჯერ მაჯესტიკი იყო კომპანია, რომელიც წარადგენდა ამ კომპიუტერულ თამაშს. და 2 კვირის შემდეგ დაშალეს მთლიანი აპარატურა და დაუწყებას მიეცა. მაგრამ რატო გააკეთეს, მაშინ რატო წარადგინეს? ან თავარი ამბავი, როგორც თავიდან ახსენე, არ იყო ის, რომ უნდათ რაღაც კომპიუტერულ თამაშების ისტორიაში თავიანთი სახელი ჩაეწერათ. მიზანი იყო ის, რომ გაეკეთებინათ რეკლამა თავიანთი ვაკუუმური მილების, რომელსაც აწარმოებდა, რომელსაც აკეთებდა როჯერ მაჯესტიკი და ძალიან კაი რეკლამა კი გამოუვიდათ. ანუ ის დავალება რაც ჰქონდა ამ თამაშს, ძალიან კარგად შეასრულა და მე უბრალოდ დავიწყეს და ეგ იყო. კვლავ მეცნიერება გახდა გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ შეიქმნა TikTok-ს კომპიუტერული ვერსია, ამჯერად უკვე სხვაგან და ცოტა უფრო მოგვიანებით. ეს მეორე ადამიანი გახლავთ ალექსანდრ სენდი დუგლასი, რომელმაც 1952 წელს შექმნა კომპიუტერული თამაში OXO. და ეს მას დასჭირდა იმისთვის, რომ თავისი დისერტაცია დაეცვა, რომლის თემა იყო ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედება. ეს პროგრამა სენდი დუგლასმა დაწერა EDSAC კომპიუტერისთვის. ეს იყო ერთ-ერთი პირველი კომპიუტერი, რომელსაც გააჩნდა საკუთარი მეხსიერება. ანუ მას შეეძლო დამოუკიდებლად წაიკითხა რაღაც, ან დაეწერა რაღაც. ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი AI იყო ეს. კომპიუტერს ეკრანზე ჰქონდა 3 პატარა კათედრალური სხივი. დუგლასმა EDSAC გამოიყენა ნულების და X-ების სიმულირებისათვის. ზოგიერთის მოსაზრებით OXO ითვლება სულ ყველაზე პირველ კომპიუტერულ თამაშად, მაგრამ ბევრი ამ მოსაზრებას უარყოფს, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა მოძრაობის ფუნქცია და ასევე რეალურ დროში გრაფიკის განახლების ფუნქცია. ეს თამაშიც ისევე როგორც უკვე ზემოთ აღნიშნული თამაშები, მალევე გააუქმეს თავის ორიგინალურ აპარატურაზე, იმიტომ რომ რაც იყო მათი დანიშნულება, ის შეასრულა წინა შემთხვევაში რეკლამა გააკეთა, ამ შემთხვევაში ადამიანი და კომპიუტერი ერთმანეთს დაუპირისპირა და ბატონმა ალექსანდრ დუგლასმაც დაიცვა თავისი დისერტაცია წარმატებით. აპლოდისმენტები. კომენტარებში მოვუწოთ ალექსანდრ დუგლას, რომ 1958 წელს დისერტაცია დაიცვა. არ ვიცი, ჩავსვა თუ არა მას, მაინც ვითამაშებ. აბა, ახლა ვნახოთ, რისი მაქნისი ვარ. ნუ წეხარას თქვი იგივეა რა, რომ წეხარას თქვი მარტივია, ალგორითმი თუ იცი რა, სულისმეერ რა უნდა გააკეთო, მოიგებ. აქ მე მგონი მე ვიწყებ. იგივე მოვიგე. მოგამი მაგ დაკარგული. იგი კომპიუტერმა დაიწყო ახლა. აი მე დავამთავრე აქაც. კაი ხა მე? მოდება ცენტრს არ ავიღე. შანსს მივცე. ააყოჩა. აი მე დავამთავრე ძალით. დავიწყოთ. აჰა. განაშემოვლია. აი რატო? კაი. მორჩით. დღეს იყო სულ ეს. იმედია მოგეწონათ. მე შემიძლია გირჩიოთ ერთი ფილმი სახელწოდებით წესთეს თავში უნდა მეხსენებინა, მაგრამ რასაკვირველია დამოვიწყდა. ეს არის ფილმი სახელწოდებით Video Games the Movie. ამის ლინკს აუცილებლად დავდებ YouTube-ზე დევს ეს ფილმი. საათნახევრიანია, ცოტა მეტი ალბათ.
ადრე მაქვს ნანახი და ახლა რო გითხრათ როგორც ფილმი ძალიან ვაი გადამიერდა რაღაც არის თქვა რა, მაგრამ ინფორმატიული არის თუ გიყვართ გეიმინგ სამყარო, პირველ კომპიუტერულ თამაშებზეც არის საუბარი, მერე განვითარებაზე, მოკლედ რაღაც ეტაპობრივად როგორ ვითარდებოდა. კარგი ფილმია, შემეცნებით ფილმი არის, დოკუმენტური ფილმი არ არის ეს უფრო არც სასწავლო ფილმი არის, რაღაც დოკუმენტურიც არის და მოკლედ ინფორმატიული ფილმი ნამდვილად არის. ხოლო შორის მუსიკალური გაფორმება აქვს ძალიან კარგი. Queen-ები და Jackson-ები და ეგეთებია. Subscribe დუბლი 2 და წარმატებული კვირა. შემდეგ ჯერზე უკვე 1000 შემოგვიერთდება. კარგად.